სანამ ამ შემთხვევაში სტარტაპერებზე მივაპყრობ თქვენს ყურადღებას, აბსოლუტურად სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა მინდა გავშალო აქ ამ ეთერში, როგორც მოგეხსენებათ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ამოქმედებიდან მთლიანობაში გავიდა 1 წელი. კონცეფცია საკმაოდ საინტერესოა, სახელმწიფოს პოლიტიკა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა დასაქმების ხელშეწყობის, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მთლიანობაში მიმართული. კანონის ინიციატორები ამ პოლიტიკის მთის აღორძინებას ვარაუდობენ, ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუმცა მთის კანონის ეკონომიკური ეფექტის შეჯამება გადაწყვეტა ჩვენმა რეპორტიორმა, რომელიც ახლა ბიზნეს კონტაქტის სტუდიიდან გვიერთდება პირდაპირ ეთერში. მარიამ ჭედლიშვილზე მაქვს საუბარი. მარიამ, არის თუ არა მონაცემები, რამდენმა საწარმომ ისარგებლა ამ კანონის ფარგლებში და უკვე კონკრეტულად რა კონკრეტული სიკეთეები მიიღეს მათ, შეგიძლია თუ არა გითხრა. გისმენთ? სანდრო, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი 88 მეწარმე სუბიექტს მიენიჭა. ისინი უკვე სრულად სარგებლობენ იმ შეღავათებით, რომლებიც კანონის ფარგლებში საგადასახადო მიმართულებით არის გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში მთის განვითარების ფონდიდან სამთავრობო პროგრამა აწარმოეს საქართველოსთვის დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც უშუალოდ მაღალმთიან რეგიონებში მცირე საგრანტო პროექტები დაფინანსდა. 10 მილიონი ლარი კი მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. მთის კანონის ამოქმედებიდან თითქმის 1 წლის გასვლის შემდეგ შედეგების შეჯამება ჩვენ კანონის განმახორციელებელ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვეთ. თენგიზ შერგელაშვილის თქმით, შეღავათები კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყობად საინტერესოა და ამას იმ საწარმოთა მზარდი რაოდენობაც მოწმობს, რომლებიც მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. არ არის დიდ საწარმოებზე ძირითადად საუბარი, შედარებით საშუალო და მცირე საწარმოებს, რომელიც ძირითადად დեղიგის გადამხდელები არ არიან ხოლმე, ფაქტიურად მოგებრის და ქონების გადასახადისგან განთავისუფლება და ამავდროულად მათი თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვნად განთავისუფლება, თუ იქ ცხოვრობენ ეს თანამშრომლები, ფაქტიურად ნიშნავს, რომ მათ საგადასახადო ტვირთი ფაქტიურად არ აქვს. ახლა ჩვენს კოლეგა ექსპერტებთან ერთად, მათ შორის შვეიცარიელი და ავსტრალიელი ექსპერტებთან ერთად ვაკეთებთ მთის განვითარების სტრატეგიას და ვფიქრობთ, უკვე ამ სტრატეგიის საფუძველზე უკვე დამატებითი სამოქმედო გეგმა გვექნება იმ ნაბიჯების გადასატანად კანონის გარდა. კანონი ამოქმედდა ფაქტიურად პირველი იანვრიდან უკვე სრული წელი იფუნქციონირებს ეს კანონი დავაკვირდების შედეგებს და მეორე უკვე სტრატეგია დაგვეხმარება იმაში, რომ უკვე დამატებითი ნაბიჯები გადავგვექ, რათა მთაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდეს. კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა ვერ მოახერხა კომპანია AquaGeom, რომელიც ყაზბეგის რაიონში 14 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია სოფელ კოპში მინერალური წყლის საწარმოს აშენებს, სადაც 100 ადგილობრივი მკვიდრის დასაქმება იგეგმება. როგორც AquaGeos გენერალურმა დირექტორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, უმჯობესი იქნებოდა კანონის ფარგლებში შეღავათები მათი მსგავსი საწარმოებისთვისაც ყოფილიყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ კანონში არის შემდეგ ჩანაწერი, რომ მეწარმე სუბიექტი, რომლის საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას, ნებართვის გაცემას, მთის კანონის შეღავათებით ვერ ისარგებლებს. შესაბამისად, ჩვენზე ამ კანონის შეღავათები არ ვრცელდება, რაც ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, რომ ნამდვილად იქნებოდა ხელშემწყობი მეწარმეებისათვის, რომ ყველა ტიპის საქმიანობაზე ვრცელდებოდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც, სანამ საინვესტიციო ხარჯებს მაინც ამოიღებდა კომპანია. თუნდაც 5 წლიანი შეღავათით რო სარგებლობდეთ, ეხლა თუ მუდმივი შეღავათით არ ვისარგებლებთ, თქვათ, იქნებოდა მნიშვნელოვანი სტიმული ყველა მეწარმისათვის, რომ მთიან რეგიონებში შეექმნა საწარმოები, განევითარებინა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ირაკლი უგლავასგან განსხვავებული პოზიცია აქვს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტს. სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ კანონის მთავარი მიზანი მთაში მცხოვრები ხალხის დასაქმება და მცირე მეწარმეების ხელშეწყობა. მსხვილმა კომპანიებმა კი საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე თავად უნდა ისრუნონ. ჩვენ საკუთარ გზებს ვიპოვით და ძალიან აქტიურად მუშაობთ რეგიონებში და მომავალი წლიდან ახალი პროექტების გამოწყებას ვაპირებთ, განვითარებას კიდე ჩვენი ჯგუფში შემავალი კომპანიების. თავარი ამოცანა ალბათ ის არის, რომ დაკავდეს იქ მაცხოვრებელი დარჩეს ადგილზე, შექმნას რაღაც პატარა ბიზნესი და მას мотиваცია ჰქონდეს, რომ არ გადავიდეს ქალაქში საცხოვრებლად.
თუ ეს მიზანი იქნება გადაწყვეტილი, მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდ სარგებლობს მოუწოდა სამ ქვეყანას. მეორე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, კიდევ ახალი ხალხი დასახლდება და საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ცისფერზე რაღაც თავის გავლენას ალბათ ეს იქონიოს ბუნებრივია და ამ მხრივ ეს იმდენად კარგი საქმე გაკეთდება, თუ ეს ესე მოხდა, რომ დიდი კომპანიების, საშუალო ზომის კომპანიები, რომლებსაც ასევე უნდათ რომ წარმოჩინებულები იყვნენ რეგიონებში, ისინი სხვა რესურსებს ნახავენ იმისათვის, რომ არ იცარგებლონ ამ შეღავათებით, მაგრამ მაინც ჰქონდეთ თავისი ოპერაციები სხვადასხვა რაიონში. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს AICET-ის ანალიტიკოს რატიკო ჭლამაზიშვილი მიიჩნევს, რომ კანონს ეკონომიკურზე მეტად სოციალური ეფექტი აქვს და ამის მიზეზებსაც განმარტავს. არანაირი შეღავათი არ აქვს მომსახურების სფეროს. ასევე არის ვაჭრობა, რომელიც არ შედის ამ შეღავათებში. შესაბამისად, გამოდის, რომ სოფლის მეურნეობა, რომელიც არსებობს ასევე მთაში, ისედაც შეღავათებით სარგებლობს საგადასახადო კოდექსით. შესაბამისად, ძალიან რთულია რა რითი უნდა მოხდეს ამ ხალხის ინვესტორების დაინტერესება იგივე ვთქვათ მაღალმთიან რეგიონებში. ეკონომიკური ეფექტიც არ იქნება ისეთი, როგორც ვთქვათ, იძახდნენ, რომ უნდა იყოს. შეიძლება და რაღაც გარკვეული პერიოდი მაინც დაწესებულიყო შეღავათები იგივე სასტუმროებზე, იგივე ქსელურ ასე ვთქვათ კომპანიებზე, რომლებიც გავრცელებულია საქართველოში, ან იგივე ვაჭრობაზე. მარტო რაღაცის წარმოებაზე, კარგია რომ განმოვითაროთ წარმოება, გადამუშავება, მანუფაქტურა, მაგრამ შესაბამისად უნდა გქონდეს ის ინფრასტრუქტურა, რაც დამატებით ხელს შეუწყობს, რომ მოიზიდოს ინვესტიციები ამ რეგიონებში. ამიტომ მე ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ უფრო სოციალურია ვიდრე ეკონომიკური. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. კანონი მთაში მოსახლეობის დამაგრებას და მთის განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 1691 დასახლება შეიყვანა. კანონი შეღავათებს სხვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს. რაც შეეხება უშუალოდ სამეწარმეო მიმართულებას, მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსის მქონე მეწარმეები ქონების, მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდებიან. სანდრო მაშასე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი და მასში გაწერილი ძირითადი ასპექტები. ჩვენი რეპორტიორი მარიამ ჭედრიშვილი საუბრობდა ბიზნეს კონტაქტის